მორალური ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ საქართველოს რუსეთისგან 70,320,000 ევროს ითხოვს. 2006 წელს მოსკოვიდან ქართველების უფლებების დარღვევით გამოძევების საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება შარშან მიიღო. დღეს ამოიწურა ვადა, რომლის ფარგლებშიც საქართველო და რუსეთი კომპენსაციის ოდენობაზე უნდა შეთანხმებულიყვნენ. ქეთევან ქარდავა მუშაობს თემაზე, ის მოამბის სტუდიიდან ისაუბრებს. ქეთი, რა იქნება მომდევნო ნაბიჯი? ამ თემასთან დაკავშირებით ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციაში აკეთებს განცხადებას იუსტიციის მინისტრი თია წულუკიანი. ჟურნალისტები ამ წუთებში უსვამენ მას კითხვას ამ თემასთან დაკავშირებით. ამ კომენტარს თქვენ მოისმენთ, მანამდე კი გაგაცნობთ განცხადებას, რომელიც გავრცელდა ცოტა ხნის წინ. ეს განცხადება გავრცელა იუსტიციის სამინისტრომ და სწორედ ამ განცხადებიდან გავიგეთ კომპენსაციის თანხა ეს 70,320,000 евро. განცხადებაში ნათქვამია რომ 2015 წლის 2 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან კოლექტიურად გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა. სამინისტროს განმარტებით მითითებული დოკუმენტი ეფუძნება 2014 წლის 3 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე საქართველოს-რუსეთის წინააღმდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც ქართველების უფლებების დარღვევების არაერთი ფაქტი დგინდება. აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლოს დადგენილება მიიჩნია, რომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთში ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რის შედეგადაც რუსეთიდან გამოაძევეს 4,634 ქართველი, რითაც მათ მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე ევროპული კონვენცია. ამის შემდეგ უკვე განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოსა და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12 თვიანი ვადა ჰქონდა. ამაზე განცხადება 1 წლის წინ გააკეთა იუსტიციის მინისტრმა მაშინ, როდესაც განაჩენი გამოიტანეს და მხარებს დაევალა წერილობითი მოსაზრებების წარდგენა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. დღეს ჟურნალისტებს გვაინტერესებდა ამ 1 წლის განმავლობაში თუ რატომ ვერ მოხერხდა შეხვედრა, რასაც მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პასუხი იყო უარი რუსეთიდან. ამის შემდეგ უკვე შემდეგი პროცედურა იყო სასამართლოში განცხადების გაგზავნა და დადგენა კომპენსაციის თანხის. რა იქნება ამის შემდეგ და როგორ შეიძლება იმოქმედოს საქართველოს, როგორ მიიღოს კომპენსაცია იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც 1 წლის წინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ მოვისმინოთ განცხადებები, რომელიც დღეს მთავრობის სხდომის შემდეგ გაკეთდა. ჩვენი მხრიდან გაიგზავნა მიმართვა, რომ ჩვენ მზად ვიყავით ამ საკითხთან დაკავშირებით ყოფილიყო გამართულიყო შეხვედრა, რომ შევთანხმებულიყავით ამ კონკრეტულ, ასე ვთქვათ, კომპენსაციის თანხასთან დაკავშირებით, როგორც იყო ეს მითითებული სტრასბურგის გადაწყვეტილებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით არ გამოსულა ამ გადაწყვეტილება, ანუ ჩვენ შეთავაზებას გამოხმაურება არ მოყოლია. ამის შემდგომ ჩვენი პოზიცია და ამ დეტალებთან დაკავშირებით უკვე იუსტიციის მინისტრს შეუძლია მოგახსენოთ ჩვენი პოზიცია თუ როგორ ხედავთ, ჩვენ გადავაგზავნეთ სტრასბურგში. არ ვიცით რუსეთის პოზიცია რა იყო ამასთან დაკავშირებით, როგორც გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, თუ ეს 1 წელიწადში ვერ მოხერხდა სტრასბურგი თავად მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ჩვენი პოზიცია მათთვის ცნობილია. ჩვენ ეს წერილობითაც მივაწოდეთ სტრასბურგში. ეს არის სამართლებრივი პროცედურა. იუსტიციის სამინისტრო მიყვება იმ დადგენილ ნორმას და წესს და სამართლებრივ პრაქტიკას, რომელიც ანალოგიურ შემთხვევებშია გათვალისწინებული. გუშინ გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში სპეციალური მოთხოვნა იუსტიციის სასამართლოს მიერ და შესაბამისად ჩვენ მივყვებით, როგორც უკვე ვთქვი, დადგენილ ნორმას და წესს და ამიტომ ეს არის სამართლებრივი პროცედურა, რომელსაც აფიქსირებს საქართველოს მთავრობა. ამ თემას, აი ამ პრაღის ფორმატ ჩვენ არ განვიხილავთ, ვიმეორებ, ეს არის იუსტიციის სამინისტროების კომპეტენცია. ისინი რამდენადაც მე ვიცი, ჩვენ იუსტიციის სამინისტრო ამაზე მუშაობს. მარტივად რუსეთთან არაფერი არ ხდება, მოგეხსენება. თემა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია. პოლიტიკურად ჩვენთვის ეს იყო ძალიან სერიოზული წარმატება. რაც შეეხება კონკრეტულად აი ამ რაოდენობას, ვიმეორებ, ეს უნდა მომხდარიყო აქამდე სამწუხაროდ. ჩვენ მიზეზის და გამო არა, ვერ მოხდა, მაგრამ მუშაობა გაგრძელდება. სტრასბურგის სასამართლო მიმსჯელა ამაზე და გვიპასუხა, რომ სანამ კონსულტაციები გაიმართებოდა, კარგი იქნებოდა თუ მხარეები წარვადგენდით, მათ შორის საქართველოს ჩვენს პოზიციას. ეს პოზიცია ჩვენ შევიმუშავეთ, გამოვიდა ცალმხრივად, იმიტომ რომ რუსეთთან დალაპარაკება ვერ მოხერხდა, მათ შორის სტრასბურგის მეშვეობით და პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით
შევიმუშავეთ სავარაუდო კომპენსაციის ოდენობები 4000-ზე მეტ შემთხვევაში, რადგან თქვენ იცით, რომ 4600-ზე მეტი ადამიანის უფლებების დარღვევა დაადგინა სტრასბურგმა, მათ შორის 3 არის პატიმრობაში დაღუპული რუსეთში 2006 წელს, როცა გაუსაძლის პირობებში იმყოფებოდნენ დაკავებისას ჩვენი ქართველი პატიმრები სანამად კოლექტიურად გამოაძევებდნენ და პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით ჩამოვყალიბდით, რომ კომპენსაციის სავარაუდო თანხა შეიძლება იყოს 70 მილიონზე მეტი. ის მინისტრმა განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს და ეს განცხადებაშიც არის ნათქვამი, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, რუსეთის იუსტიციის სამინისტროდან სტრასბურგის სასამართლოს გვერდის ავლით არავითარი დოკუმენტაცია ამ პოზიცია არ შემოსულა. შეგახსენებთ კიდევ ერთხელ, რომ განცხადება გააგზავნა უკვე წერილობითი ფორმით ქართულმა მხარემ 2 ივლისს და ახლა უკვე თბილისის სტრასბურგიდან პასუხსელის. დიდი მადლობა ქეთევან ქარდავა საუბრობდა მოავის სტუდიიდან პირდაპირ ეთერში.